გამარჯობა მეგობრებო, გიბრუნდებით კომპოტის მესამე ეპიზოდით, სადაც ჩვენი სტუმარი არის ლუკა მოსიაშვილი. ლუკა სწავლობს ვანდერბილტის უნივერსიტეტში, კომპიუტერ საიენსზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე და გადადის მეორე ტურში. მეორე კურსზე, ხო. აი, გაგვიცანი ლუკა, ვინ ხარ, რა ხარ და რა შვილია რა. რავი, კომაროვის კურსზე დამთავრებული ვარ მეც, კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის მიმართულებით სწავლობ ვანდერბილტში. მეორე კურსი გადავედი და ვარ ყოფილი ოლიმპიელი და ჩემი აპლიკაციის ძირითადი ნაწილიც მაგაზე იყო რა. ხო. ჩვენ მოდი დავიწყოთ საერთოდ ვანდერბილტზე ლაპარაკით რა, როგორი უნივერსიტეტია, რა მოგწონს, რა არ მოგწონს და რაღაც პირველი თუ არა ზოგადად მოსწავლეებს ჩაებარებინათ თუ არა. ხო. ხო, ესე იგი დავიწყოთ ალბათ იქიდან როგორ გავაგზავნდი და რაღაცა რა. მოკლედ ხო, ოლიმპიელებს ასეთი რამე გვაქვს, რომ gap years ხშირად ვიღებთ ხოლმე. მე-12 კლასის ჩასვლით რაღაც ოლიმპიადებისთვის ვემზადებით, ინგლისურში საერთოდ ხოლმე ხშირად ვასემზად და მაგიტო gap years ვიღებთ და ოლიმპიადა დამთავრდა ჩემი აგვისტოს ბოლოს თუ სექტემბრის დასაწყისში. და მაქამდე ვემზადებოდი ისე ინგლისურში, მაგრამ წინა წელს მზად არ ვიყავი საერთოდ რა, SAT და TOEFL ვერ ჩამებარებიდი და ამიტომ gap year-ი ავიღე. ხო და რავი, ვემზადებოდი მე SAT TOEFL-ისთვის, მანდაც ავიღე კარგი ქულები და ხა ვფიქრობდი სად გამიგზავნა რა. ხო და ოლიმპიელი რო ვიყავი, რაღაც მედლები მქონდა, რაღაც ოქროს მედლებიც მქონდა ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიადაზე, ჟაოტიკოვის ოლიმპიადაზე და ბევრი ბრინჯაოს მედლებიც მქონდა. სოფიორი რა ოლიმპიადებზე? ევროპის ახალგაზრდულზე ოქრო, ჟაოტიკოზე მქონდა ოქრო. კიდე ხარ ავიღე იმდენი რას შემოხდეს ახლა, ჯამში მაქვს რაღაც 15 მედალი რა. ვერცხლი ბრინჯაოები რა. და სოფიო ოლიმპიადაზე მაქვს კიდე 2 ბრინჯაო. ხო. და ამბიციები კი მქონდა ცოტა მეტი რაღაც ვერცხლოვანის მინდა მე, მაგრამ ხო, სოფიოზე ბრინჯაოები. ხო და ეხა რავი, ეხა ჩემი ბევრი მეგობარმა MIT-ში გაგზავნა რა, early action-ზე და სხვაგან არ გაგზავნა, იმიტომ რომ იმენა MIT-ში უნდათ და რავი, სხვაგან მიიღოთ early decision-ზე, არ უნდათ რომ შეეზღუდათ თავი. ხო და რავი, ეხა მე დავფიქრდი და ეხა ბრინჯაოთი MIT-ში 18 ქლა შანსები არ ვექნება თქო. და ამიტომ დავფიქრდი და მოდი ჯობია რამე ისეთ უნივერსიტეტში გავაგზავნი, რომ ტოპი არის, კარგია, მაგრამ რეალისტური შანსები მექნება. იმიტომ რომ early პირველი early-ზე თუ არ გააგზავნეთ, regular-ზე უცირდება შანსები და early პირველზე, early ორზე საკმაოდ მეტი შანსები არის. ხო და რავი, ხა ვანდერბილტის უნივერსიტეტი, top 20-ში არის, ამერიკის უნივერსიტეტებში, რაღაცა მე რო გავაგზავნე მაგას მგონი მე 14 იყო, ხანისია ხანასე. ზოგადად რა, ამერიკაში ხო და. ხო და პლუს რავია, ბევრი ქართველები, კომაროველები არიან ბევრი მიღებული რა, რაღაც ყოველ წელს კომაროველს იღებდნენ. ერთ წელს 2 კომაროველს კი მიიღეს რა. მე ვარ მე-7 კომაროველი, ვინც მიიღეს მაგ. და რავი, ყველაზე მეტ კომაროველს MIT-ში იღებდნენ და ვანდერბილტში რა. და ავარჩიე რომ ვანდერბილტში გამიგზავნე. early decision-ზე რა. კომაროველები ისა, ქართველები რამდენი ხართ ხა სულ ვანდერბილტში? 8-ნი ვარ მთელი ისტორიაში მიღებული. მაგრამ აქედან 3-მა უკვე დაამთავრა. ხო, ანუ 5 ვართ დარჩენილი, ხო რა. ყველანი კომაროველები ვართ. ასე გამოვიდა და CS და მათემატიკა, CS major-ები ვართ თითქმის ყველა ერთის გარდა და რაღაცა CS მათემატიკები არის ხშირი, ერთს აქვს CS-ი და ფიზიკა, ერთს აქვს CS-ი მათემატიკა და ნეირომეცნიერება და ვისაც CS-ი არ აქვს ბიომედიცინური ინჟინერია. Biochemical engineering. ხო. როგორც ახსენე, computer science და მათემატიკა გაქვს აღებული major-ები და ეს double major შესაძლებელია? კი, ვანდერბილტის სკოლაში სხვადასხვის ეგეს არის რაღაც დონეზე პლუსი, რომ შეგიძლია ბევრი major-ები აიღო რა და minor-ებიც. კი, თუ მithumetes მაქამდე გაქვს რაღაცა კრედიტები, ხო საერთოდ. მაგრამ ისე სხვა ბევრი ხალხი არის, რაღაცა CS და მათემატიკის major-ი ძალიან ხშირი არის. თან პლუს ზოგს აქვს დამატებით minor-ი, ან ეკონომიკის minor-ი, data science minor-ი, ან საერთოდ რაღაც ფორმი რა. აი იმ ერთ-ერთ გოგოს საერთოდ 3 major-ი აქვს. ნეირომეცნიერება კი. რაღაც კიდევ ვნახე CS მათემატიკა, clarinet performance major-ი იყო და რაღაც მასე რა. ხო და სხვა საგნების გარდა მუსიკაც არის და ხელოვნება წამოწეული. კი. და რაღაც სხვა ინტერესების თუ გაქვთ, რაღაცა შეგიძლიათ რა, რაღაცა ერთზე მეტი major-ი კონტენტ minor-ი, ეგეც აქ ერთ-ერთი პლუსი.
ხო და თან computer science-ს და რა აქტივები გქონდა ამასთან დაკავშირებული და როდის დაინტერესდი ზოგადად კომპიუტერულ მეცნიერებას? ხო, ну, პირველ რიგში მე-6 კლასში შევედი საშაბათო წრეზე, კომაროვში ზაზაგამეზარდაშვილთან. და რავი, მან დამაინტერესა ძალიან რა, ეს 60-ები და რაღაცა, ну, მაგამდე რაღაც კომპიუტერები და რაღაც ანიმაციები შექმნა, რაღაც მასეთი მაიმუნებებით ვიყავი დაინტერესებული და მე რავი, ამასთანები მომიწონა ძალიან და კომაროვშიც რო ჩავაბარე, წრეებზე გავაგზელე სიარული და რავი, რაღაც ოლიმპიადებზე გავდიოდი ეროვნულებზე, რაღაც 3-7 კლასიდან რაღაც 3-2-ში გავდიოდი სტაბილურად, მე მე-9-ში ჟაოტიკოზე მოვხდი ნაკრებში პირველად, მე ჯუნიორებში ავიღე ოქრო და მე უკვე წავიდა რა, ბევრი სხვა საერთაშორისო ოლიმპიადა და ანუ ასე რაღაცა 15 მედალი დავაკროვე რა და მესადინეოდი საუნიტე პროგრამირებას დიდოს. საუნიტე კი მათემატიკაზეც ვიყავი რაღაც მე-10 კლასის ჩათვლით, მაგრამ რაღაცა წრეებიც რაღაცა ძალიან ბევრი ქონდა დროში ვეტეოდი რაღაცა და გავწყვიტე პროგრამირებაზე გადავთვალიყავ, იმიტომ რომ იქ ეხა უფრო ძლიერი ვიყავი რა. ხო და ნუ ოლიმპიადები იყო ძირითადი ხაზი რა, ჩემი აპლიკაციის და CS აქტივობა და კიდე რო დავამთავრე სკოლა, ვასწავლედი მზიურში და კომაროვში C++-ზე და ალგორითმებზე. Gap-year ქონდა აღებული. და კიდე რაღაც საიტზე ვადგინდი ამოსანებს ამ competitive programming-ის და რამე. და კიდე ბანაკებში ვიყავ რაღაც მათემატიკის ბანაკში ვიყავი MBL-ში, MBL Balkans, ფერს გეკნებათ გაგონებული კომაროვს, ბათუმის ტექნოლოგიური ინოვაციების ბანაკი. და ხო, ეგ იყო რა ძირითადად. ჩემი აქტივობები CS-ის და მათემატიკის მხრივ და ანუ აქტივობებში ძირითადად ეგ ქონდა რა. ანუ უმეტესად ქონდა CS-ი და მათემატიკით რაღაც ცოტა განსხვავებული აქტივობები რა. ხო, ანუ მარტო ოლიმპიადები რაღაცა სწავლება ის. ხო. კომაროვმა რა მაგცა ისეთი რაც ყველაზე მეტად გამოგადგა ამ გზაზე. ხო, ну, რავი, პირველ რიგში წრეებზე რო დავდიოდი და რაღაცა, რავი, ბევრი ცოდნა შევიძინე და რავი, ანუ რო ამთავრებენ წინა სკოლის, ანუ მედალოსნები რო ამთავრებენ სკოლას, მე შემდეგ თაობებს ამესადინებენ და ანუ ძალიან შეკრული წრე არის რა. და კარგია ეგ ძალიან და ანუ კომაროვში რომ მოდის ბავშვი, ანუ მაგამდე რო შეიძლება წარმოგიდგენა არ ქონდა ოლიმპიადა პროგრამირება და მათემატიკა და ფიზიკაზე, ანუ მე იგებს რომ რავი, ბევრი მისი მეგობარები ზიუში დადის, ან წრეზე დადის და თვითონაც შედის რა და ბევრი ანუ ისე ბავშვი რომ საერთოდ არ შეეხებოდა ამას, ეხება რა და აღმოჩნდა რომ ნიჭის აქ და დაინტერესებული სარ. ხო. თვითონ Vanderbilt-ზე რას ვფიქრობ, როგორი უნივერსიტეტია? კაი რა აქვს, ცუდი რა აქვს და ანუ კაი რა ვიხარ top 20-ში რო არის, ნუ კიდე ეგ აქვს კაი რო რაღაცა შეგიძლია ბევრი მეიჯორი იყო რაღაცა. ნუ ხა კამპუსის ლამაზია, საჭმელს კარგია, კარგ გავჭამთ, კარგ გავსვამთ. ხო. სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით მით უმეტეს რა. ბევრგან არ არის ხა კამპუსი მასე, ჭამა კაი და ცუდი რას აქვს, რავი, ხა მე რითაც ვარ უკვე ყოფილი პირადად არის რომ რაღაც ბიუროკრატიული ნაწილები რომ არ გადამახტუნეს რა, რაღაც კლასებზე, აი ხა CS-ში მომიწია თავიდან გავლა რა, რაღაცა data structures კლასი გავიარე და introductory კლასი და ანუ ასე მიწერე რა მეილი რომ რაღაცა IOS მედალოსანი ვარ თქო და ეხა კრედიტი არ მაქვს თქო, ეხა IP კრედიტი ან IP, მაგრამ რავი, IOS მედალოსანი ვარ თქო და თუ შეგიძლიათ რომ გადამახტუნოთ თქო, მაგრამ ასე მითხრეს რომ IOS ხო ოლიმპიადის მონაწილეობა არ არის საკმარისიო რაღაცა კოდის წერის სტილი უნდა ქონდეს კარგიო რაღაცა და უნდა გაიარო მაინც რა Java-ში AP ხო ანუ არ ვიცი ეგ კარგად ხო ხო და ხო ეგ ეს არის რომ უცხოელებს ანუ ამერიკელებს ანუ კიდე ბევრ უცხოელებს ანუ სკოლაში ვიაქვთ ან IB სისტემა ან AP გამოცდებს აბარებენ და მაგიტო ბევრი კრედიტი აქვთ რა უნივერსიტეტში სანამ შევედი და თვითონ არის ანუ კალკულუსის კლასებს და ასეთ CS კლასებს და რაღაცებს გადახტებიან. და რავი, დაიწყებენ უკვე საინტერესო კლასებით რა, პირველ წელს. ხო. და რავი, შეიძლება დაიგეხმაროს, რომ მეტი მეიჯორ ან მაინორი საიტო რაღაც რომ, მაგრამ ნუ მაინც შეგიძლია. დროს გიცირებს რა და სხვა რაღაცაში. ხო, რა, ხო და რავი ხა. რაღაცა Java კი ვისწავლე და რაღაცა შეიძლება კოდის წერის რაღაცა ოდნავ გავიმჯობეს და იმ კლასებში, მაგრამ ხა ჩემი თაც ვისწავლედი მაგას მალე და ანუ კაიქნო თუ გადავხტება. ხო. და რავი, მაგასაც გიშვით რომ ანუ მაგაზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ რომ ეხა AP გამოცდები როგორც ეხა დაგუგლეთ და ვნახეთ საქართველოში არ ტარდება. მაგრამ თურქეთში ტარდება და რაღაც ქვეყნებში ტარდება რა და რავი, შეგიძლიათ განიხილოთ ეგეს რომ თუ ჩაავალეთ რომ რავი, ძალიან დიდი პლუსია რა. კი რა. ხო. და ანუ მიღებაზეც კი შეიძლება რაღაც ზედებითა დაისახოს რა უკვე რაღაც კლასები რო გახებული და მაგიტო ანუ ჩვენ ქართველები ვინც ვართ და ბევრი საერთაშორისო მაგაზე არ დაფიქრებულა საერთოდ. მაგრამ
უჭრელი უნდა განიხილეთ რა. ხო. საერთაშორისო სტუდენტებს რაც შეეხება, რამდენი პროცენტია? ასე როგორც ვიცი 10% ვართ საერთაშორისო, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხო. ქართველების წილი რაღაც საკმაოდ დიდი არის არაპროპორციული. ხო. და რავი, ეგ კარგია. თუ გააგზელებთ, გაგვიხარდება. გელოდებათ ეს კაცი მან. ის მასალა გიჭირს თვითონ? არა, მასალა არ მჭირს, ხო, როგორც ხა პირველ წელს რთული კლასების არ ხანდა დიდად. და შემდეგი სემესტრიდან უკვე მაქვს ისეთი კლასები, რომ დროს წაიღებს და რაღაც ჩელენჯინგ არის უფრო რა. ხო. მაგრამ რავი ხა, დაძლევა და იქნება. და ეხა მე თავისუფალი დრო მქონდა პირველ წელს. ხო. საკმაოდ და ეხა სხვა ქართველები ვინც არიან, ისინი კი იყვნენ კარგად დაკავებულები რა, ეხა მეორე, მესამე, მეოთხე კურსელები. მაგრამ მაინც თავისუფალი დროს გამონახავ რამის რა, ეხა MIT-სავით არ იქნება. თავისუფალი დროსაც გამონახავ. კი. როს კარგად ისწავლო და teacher assistant-ის რო იყო რაღაც გარკვეულ დროს გამონახავ. ხო. და რავი, ეგეც რაღაც პლუსი არის რა. ტენესი თვითონ როგორი ქალაქია მომწონს? ტენესი შტატია. შტატი, ნეშვილი როგორი ქალაქია? ნეშვილი, რავი, არის რა. ხო. ნუ არის, ანუ თვითონ კამპუსი ლამაზია ზა და ქალაქი ნუ წყნარი არის და რამე რა. უსაფრთხო. უსაფრთხოს არის. ამინდი. ამინდიც, რავი, საქართველოში რაც არის, მსგავსი არის რა, იქაც. წვიმები ცოტა იცის, მაგრამ ანუ შემოდგომაზე ამ თორ ცოტა იცის წვიმები, ანუ ძალიან ასარა რა. ხო, ან დაახლოებით საერთოდ. ხო რა. მეორე მესამე მეოთხე წლისგან რასაუბრები რამე გართულებას, გამარტივებას. ხო, ანუ რაღაც, ნუ კლასები მექნება უკვე საინტერესო. უფრო დავისწავლე რაღაცებს კლასებიდან. სისტემატიური. ხო, კიდე რაღაცა მის მასწავლებლების ასისტენტის ვიქნები, წესით. ანუ კლასში რაღაცა რავი გავასწორებ რაღაცა ბავშვებს ნამუშევრებს და რაღაცა იქ ხო ის არის ამერიკის უნივერსიტეტებში ხშირად რომ office hours რა რომ რაღაცა კითხვა ვერ გაიგე მიხვალ და იქ ვიღაც დაგეხმარება რა მაგას ვიზავ და რავი რაღაცა ვეცდები რომ ინტერშიპები ვიშოვ რა რაღაცა ხო ანუ უმეტესად არის მესამე წლიანებს იღებენ ინტერშიპებზე და ამერიკაში ანუ ეხა ბევრი შესაძლებლობა არის რა და ეხა quantitative trading firms რაც არის high frequency trading კომპანიები ანუ კარგები არის ძალიან რა Citadel მაგალითად ხო Citadel, Jane Street, Jump Trading 1000-იანი ამ ინტერშიპებს თვითონ უნივერსიტეტი გთავაზობ თუ შენ თვითონ არა არა შენ თვითონ გზავნი ნუ უნივერსიტეტში არის რაღაცა career fair-ები და რამე მაგრამ იმასთან შედარებით სულისა ხო ანუ ინტერნშიპი ჯობია ხო როგორც კარიერის განვითარების კი ანუ ინტერნშიპი საჭიროა ძალიან ხო და რავი ხა უმეტესად მესამე წელს იღებენ მაგ ინტერნშიპებს მაგრამ ნუ პირველ მეორე წელსაც რაღაც შეიძლება მაგრამ რთულებიეროდ უფრო და ანუ მასე არის ხშირად რაღაც მესამე წელს ასეთ კარგ კომპანიაში თუ გქონდა ინტერნშიპი მე შეგიძლია იმ კომპანიაშივე დარჩე რა თუ return offer მოგივიდა შეგიძლია სხვებშიც გააგზავნო ხო და რავი ქართველები ვინც ვართ ანუ ქართველები კარგად არიან საკმაოდ მაგრამ ინტერნშიპების თემაში ანუ რაღაც Jane Street-ში და რაღაცა კაი კომპანიებში ხონდათ ინტერნშიპები და მუშაობენ რა ეხლა და რავი ანუ თუ შეხედავ ტენდენციას რავი კარგად მივდივართ რა ხო ანუ და ეს ინტერნშიპის return offer-ი რომ მოგივიდეს უნივერსიტეტთან ერთად მუშაობ იმ სამსახურში თუ არა უნივერსიტეტი არაფერშუაში არ არის საფხურში 3 თვე ანუ 2 თვე მუშაობ და რავი კარგად თუ იმუშავე და მოეწონეთ დიდი შანსია რომ მოგივიდეს და თუ მოგივა მე თან უნივერსიტეტში არა მე არის რომ უნივერსიტეტს რო დაამთავრებ მე იწყებ მუშაობას ხო უნივერსიტეტის დროსაც პირველ წელს არა მაგრამ მეორე წლიდან part-time-ად რო იმუშაო შეგიძლია თვითონ კამპუსზე ხო ან კამპუსზე პირველ წელსაც შეგიძლია წესით და ისე რაღაცა სხვა გარე კომპანიაში იმუშაო რაღაცა CPT ქვია ის კომპანია თუ დაგისპონსორებს მაგას შეგიძლია უნივერსიტეტის დროს იმუშაო ასე 20 საათი რა ხო და რავი მე პირადად ანუ რაღაცა ბევრგან გავაგზავნე პირველ წელს რაღაცა ანუ Microsoft-ში, Google-ში რაღაცა პროგრამა იყო პირველ მეორე წლიანებისთვისაც იყო რაღაც პროგრამები რა და ნუ ისეს გავაგზავნე უმეტესობა იყო რომ ჯუნიორებს იყვან და რა და ნუ იქ არ ამიყვანეს და კიდე რაღაც ახლა minority თუ ხარ ან ეთნიკური ან რაღაცა ანუ მეტი შანსი გაქვს რა ბევრად მაგრამ ხო მე არ ვარ minority და რავი ისე რთული არის რა და ხო ნუ მან ტოპ კომპანიებს კარგი ტოპ კომპანიებში კარგი რეპუტაცია აქვს Vanderbilt-ის უნივერსიტეტს და მე შესაძლებლობას გაძლევს ხო ანუ ნორმალური რეპუტაცია აქვს
რაღაცა სხვა უნივერსიტეტთან შედარებით აქ პირად უკეთესი რეპუტაცია. მაგრამ ეხლა MIT და Harvard და IBM რასაც მაგათ კიდევ უფრო მეტი აქვს. ხო, მაგრამ ანუ თუ შენ რავი კარგად ჩაივლი, ანუ ინტერვიუ თუ კარგად ჩაივლის და რეზუმე კარგი ექნება და რაღაცა Vanderbilt-დანაც საგერ ხალხი ძალიან კარგ კომპანიებში წავიდა რა. ხო. და ხო. ხო. შესაძლებლობები გაქვს საკმაოდ და კიდე ხო რაღაცას მინდა. ხო, ანუ ინტერვიუზე რაც გავაგზავნე, ბერგან ხო ანუ რეჯექტი მომივიდა. მაგრამ ნუ Huawei-ზე მიმიღეს საბოლოოდ რომ ანუ Huawei ისეთი კომპანია არის რომ ანუ სხვებისგან განსხვავებით, ანუ ოლიმპიელებს კიდევ უფრო აფასებს რა და ფრეშმენებსაც იღებს სტაჟირებებზე რა. და რაღაცა US მედალოსნებს აგვიგზავნეს რა მეილები რომ რაღაცა ანუ UK-ში რაღაც 3 ცენტრი იყო და თუ გინდათ შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ რა ინტერშიპსა და გავაგზავნე და იქ რაღაცა ინტერვიუ ქონდა ორი რაღაცა და მიმიღეს და რავი იმის ბოლოსკენ მივდივარ. და ხო რა გამარცხენაში. აი, მადლობა. Gap year-ზე ვისაუბროთ, ვისაც გაუწყვეტილი აქვს რომ gap year აიღოს, რაზე უნდა კონცენტრირდეს და რას მეცეს ყველაზე დიდი ყურადღება. ხო. რავი, gap year-ზე ზოგადად რეკომენდაცია არის რომ ანუ უბრალოდ აპლიკაციები არ გზნო, რაღაცა აქტივები გქონდეს gap year-ზეს რა. ნუ მე პირადად gap year-ზე დავიწყე მასწავლების აქტივობები და პრობლემ სეტირობის და ყველაფერი რა. და რავი, გირჩევთ მაგას რომ რაღაცა აქტივები გქონდეთ. და რავი, ახლა გამოცდებისთვის მეტი დრო გექნებათ მოსამზადებელი და ესებისთვისაც მეტი დრო გექნებათ დასაწერი რა. ოლიმპიელი თუ ხართ, მით უმეტეს ვაკამდე ოლიმპიადის მზადების პროცესში რო ხართ, ანუ კიდე ჟაოტიკოს ოლიმპიადა არის ზამთარში რაღაცა შესარჩევები რაღაცა და ანუ ამდენი დრო შეიძლება არ გქონდეთ სკოლის დროს რა. და ბევრი gap year-ის გზას მიმართავთ. ნუ წარსულში ასე იყო ყოველ შემთხვევაში, ახლა კი გავიგე რომ ბევრი ბავშვი პირველ წელსაც ცდილობს ოლიმპიადას. და რა ვიცი, das არაფერი არ დგეს წინ, ანუ პირველ წელსაც შეგიძლია სწავლო და თუ არ მიგიღეს, რავი, gap year-ზე უკვე ოლიმპიადის შედეგის უკეთში. ან ხო ეგეც არის დიდი ფაქტორი ზა. მე ანუ ერთი წლის მერე ხა მეთორე კლასში შედეგის გაუმჯობესების შანსი გაქვს. და მაგ ხრივ ანუ ვეროდ უკეთესი აპლიკაცია შეიძლება გქონდეს და ეგეც არის მიზეზი რომ არ გააგზავნო პირველ წელს რა. იმიტომ რომ ის შეიძლება ხა რა ვერც მომიჯო გაქვს და შემდეგ წელს რავი ოქროს იღებ და MIT-ში გაქვს დიდი შანსი რა. ხო. და მხოლოდ ოლიმპიადებში შეუძლიათ ამ უნივერსიტეტში მოხვდეთ რა. არა, სხადი არ. MIT-ში უმეტესად ოლიმპიელები არიან, მაგრამ არის რაღაც შემთხვევები რომ არა ოლიმპიელებიც მიდიან, მაგრამ ქართველები მგონი ყველა ერთის ორის გარდა მგონი ოლიმპიელები იყო ყველა. ხო. Vanderbilt-ში, არა, Vanderbilt-ში ქართველები კომროლები რაღაც ნახევარი ოლიმპიელები ვართ, ნახევარი არა ოლიმპიელები რა. ანუ ოლიმპიელობა არ არის საერთოდ აუცილებელი, უბრალოდ თავარი არის რომ რაღაც ბევრი აპლიკანტი რო გაგზავნის საერთაშორისო და თან შესრული დაფინანსება გინდა, კონკურენცია არის დიდი ძალიან. და მაგიტომ რაღაც უნდა გქონდეს რაც გამოგარჩევს რა. და კომროლებისთვის ოლიმპიადები არის უმეტესად ეგ რაც გამორჩევს და მაგიტოა რომ ოლიმპიელებს ვიღებენ ბევრს. მაგრამ ეგ სრულად არ არის აუცილებელი და ანუ კომროლებს იქით რაღაცა ბევრი ოლიმპიელი არის თქო არა რა. რაღაცა ანუ საკუთჩანსია. კი, ანუ ოლიმპიელები ვართ, ანუ რამდენიმე სავით რა. და ნუ ამერიკელები თვითონ რაღაცა იქ სკოლის ანუ იქ ამერიკის დონეზე რო შევუდნენ ოლიმპიადებზე ახლა მსოფლიოზე არ გასწრონ ეგეთების არიან. მაგრამ ანუ ხო არა ოლიმპიელები ბევრი უმეტესობა არა ოლიმპიელები არიან. და ანუ ეგ საერთოდ არ არის რომ ოლიმპიელები დაყავსრებოდ, მაგრამ რაღაცა კონდეს უნდა რაც განგასხვავებს და ოლიმპიადა კარგი გზა არის მაგის. უბრალოდ ეგ არის და ეგ. კომაროველები ახლა ძალიან ბევრი არიან, ვინც CS-ზე ჩაბარებას ფიქრობს რა. მაგათ რას ურჩევდი რა გააკეთონ, ან რა გზას მიხნან, რომ ძალიან დიდი შანსები გქონდეთ, ანუ Vanderbilt-ში მოსახვედრა და ანუ ხო. კიდევ ერთი ხო, ოლიმპიელი თუ ხართ, ანუ მეტი შანსი გექნებათ წესით, ანუ იმ field-ში თუ გააგზავნით, რაშიც გაქვთ მედლები რა. სიტყვაზე მაგალითად ახლა ფიზიკაში გაქვთ მედლები და რავი, CS major-ი გინდათ მაინც. Vanderbilt-ში ჯობია გააგზავნოთ წესით ფიზიკით. მეტი შანსი გექნებათ მიღების, ანუ CS-ზე მეტის გზავნის და პლუს ფიზიკაზე ოლიმპიადის შედეგები რო გაქვს, ბევრად უფრო რელევანტურია რა. და მე ახლა შეგიძლიათ გადასვლა არ არის დიდი პრობლემა რა. რაღაც ერთი წლის შემდეგ შეგიძლია, ანუ გადმოხვიდე ინჟინერიის სკოლაში რა, მაგრამ თან CS-ის კლასებს ახლა ჩვეულებრივად შეგიძლია, სულ სხვა major-ს რა იყო. მაგაზე ერთი ამბავი მაქვს, რაღაცა, ერთი არის უცხოელი რაღაცა გოგოების ოლიმპიადაზე უცხოელი არის, ქონდა მედლები რა. და რაღაცა ზოგ უნივერსიტეტში გააგზავნა CS major-ით. ზოგში გააგზავნა რაღაცა leadership-ი და რამე რა, მაგას რაღაც აქტივები ქონდა. და ისე მოხდა რომ უმეტესგან, ანუ ვის სადაც მიიღეს, უმეტესად მაგ leadership აქტივები ქონდა. Vanderbilt-ში რაღაცა leadership აქტივობა და вообще არ ინტერესებს ეგ არა საერთოდ რა, მაგრამ გათვლა იყო რა. და ანუ ხო გათვლა, მაგ გათვლა Vanderbilt-ში მუშაობა და
ჩვეულებრივ ცისის კლასების აღება შეძლებს და მე გადმოვა ინჟინრის სკოლაში რა, მაგასაც ვიტყვი, მაგრამ რომ ვანდერბილტში რამდენიმე სკოლა არის, რაღაცა ინჟინერიის სკოლა არის, სადაც არის CS-ის მეიჯორი და აი სხვადასხვა ინჟინერიები. Arts and Science არის, სადაც რაღაცა ჰუმანიტარული მეიჯორების არის და მათემატიკას არის, ფიზიკას და მეცნიერებები. კიდე არის რაღაცა Blair School of Music, სადაც მუსიკის მეიჯორები არის. კიდე არის Peabody, სადაც Education მეიჯორია, English მეიჯორი მგონი და რაღაც მასეთები რა. და ხო კიდე რაღაცა leadership და რაღაცების მგონი მანდ. ხო. ხო და შენ ინჟინერიის მე ინჟინერიის სკოლაში ვარ და ანუ ამ სკოლის შესვლა 1 წლის შემდეგ შეგიძლია. და ხო ანუ თუ CS major-ი გაქვს რაღაც ინჟინერიის, ჯობია CS ანუ ინჟინერიის სკოლაში იყო, იმიტომ რომ Excel requirement რო გაქვს 40 საათი აქვს Arts and Science მაგალითად requirement-ი და ჩვენ გაქვს მარტო 18 საათი. ანუ რაღაცა კლასი არის, რაღაცა შეიძლება 3 საათი იყოს რა, კვირაში 3-ჯერ არის და რაღაცა 6-7 კლასი აღმოგვიწევს ჰუმანიტარულის და იმათ უწევთ ბევრად მეტის. და CS და მათემატიკა ხარ CS ფიზიკა ყველა არის ინჟინერიის სკოლაში მაგალითად რა. კიდე ისა რაღაცას ვამბობდი, ხო, კიდე ეკონომიკაც Excel-ში შედის. ჰუმანიტარული ითვლება. და რავი, მე პირადად ეკონომიკის კლასი ავიღე და შეიძლება საერთოდ ეკონომიკის კლასები ავიღო და შეიძლება ეკონომიკის minor-ი ან major-ი მქონდეს და ანუ Excel-ები მასე შევასო რა. ხო. აი, გაიგე ხო მაგაში. კი, და ეგეც კარგია. ხო. ანუ ბევრი ამის და შეგიძლია და ნახო რომელი უფრო მოგწონს. ხო. რა წინასწარ თუ გაქვს რაღაცა ინტერესის სფეროები უკეთესი არის. ხო, გეკმებს ან რასელი მოვაწლებში. ხო. ხო, რა მე ხა ნუ CS-ში ვაპირებ მოღვაწეობას და ეხლა რავი, ალბათ software engineer-ი ვიქნები, ანუ საწავლე ხაზავსა CS-ში ვნახავ. მე რა, კიდე რავი ხა AI და რაღაცა სარმისია დიდად და შეიძლება ეგეც არის შეიძლება. ანუ იქ ჯერო დაამთავრებ უნივერსიტეტს, რავი, ჯერ იქ რამე კაი კომპანიაში შევსდები რა ვიმუშავ. და მე ძალიან მინდა დაბრუნება კი. ანუ იქ ამერიკაში ცხოვრება, ანუ ამერიკაში ანუ კარიერა არის მოსახიბლი, მაგრამ დანარჩენ მხრივ საქართველოს ცხოვრება ბევრად უფრო მხიბლავს რა. SAT-ის სკოლები და ისინი. ხო, SAT-ის სკოლებს არ დავალავ. შემიძლია სიამაყით თქვა. 1500 ავიღე SAT-ზე, 1900 ავიღე TOEFL-ზე. მაგრამ ნუ ხო რავი, კარგად წელი ძალიან რა. დამოკიდებულად მოემზადე? არა, მასწავლებელთან ვიმზადებოდი. ჯერ მე-12 კლასში, მე-10-დან მე-12 შაბათი დავდიოდი უბრალოდ ინგლისურის კერძო მასწავლებელთან, SAT-ის ან TOEFL-ის არ. და მე ერთი თვე შევედი TOEFL-ის მასწავლებელთან, მაგრამ ანუ უმეტესად რასაც ნუ რაღაც ტესტებს მაძლოდა და წერდი და ვარჯიშის თემა იყო უფრო რა. ხო, ანუ რაღაც გასწავლა და გამანათლაო ეგრე არა. ანუ ხო, ანუ ეგრე არის, ანუ TOEFL-ის ან SAT-ის მასწავლებელთან უფრო არის ვარჯიში და არა რაღაცა ისწავლო რა. ნუ ისწავლო ტესტის ხრიკები რა და არა ინგლისური თვითონ რა. ხო, ტექნიკა რა და ტესტის ხრიკებზე ანუ ეგ დამეხმარა ძალიან რა ხრიკები. გასწავლით ინტერნეტშიც ბევრი რესურსია რომ მოიციოთ დამოკიდებულად. ხო, ანუ ეგ ხრიკები დამეხმარა ძალიან კაი ფლორა რომ მეგო რომ ანუ რაღაცა დროის დამზოგი და რაღაცა ხო, ეხა ანუ ინგლისური ხო, SAT-ის ტიპები. ხო, ანუ თუ რაღაც ვინმეს მოგინდებათ რაღაც არჩევები, რავი, რაღაცა Notepad-ის მაგ რაღაც SAT-ის რჩევები მაგ შემოწერილი რა, რაღაცა დრო როგორ მოიგოს და როგორ იმაიმონო. შეგიძლიათ გითხოთ, რა სიტყვა როგორ დაგეხმაროთ. ინგლისურში დაჭირდებათ ეგ ვიდრე მათემატიკაში. ხო, ინგლისურში მათემატიკაზე არ მაქვს ხო. მათემატიკაში რავი, კომეროლები ხართ, გადით ბევრზე, ერთზე მაინც აიღეთ 800 არ შეგვარცხინოთ. და რავი, ინგლისურში აიღეთ, ერთგან кайქულა და ეგ რა. ხო, ძალიან кай ტიპებია. ვანდერბილტი გაძლევს იმ საშუალებას, რომ ორი SAT-დან ამოარჩიონ ერთ ინგლისურს ერთ. კი. სუპერსკორის საშუალება. სუპერსკორი არის. ბევრგან არის ხა, რაღაც ძალიან ისიც კი არის, ხო, კიდევ ისეთი ანუ ალბათ ეხლაც არის, ჩემ დროს იყო, რომ SAT-ზე ინგლისურში თუ ქონდა რაღაცა 650 თუ 680 თუ რაღაცაზე მეტი თუ ქონდა ქულა ინგლისურის ნაწილში SAT-ზე, შეგიძლია TOEFL-ის ქულა არ გაგეგზავნა. ნუ რამდენი რეკომენდირებულია გარვიც? დღესდღეობით არის თუ არა ეგეც არის ცით? მგონი არის, მაგრამ ნუ შეგიძლიათ ნახოს ვანდერბილტის საერთოდ მაგრამ ხო, ხა 100-ს რომ გქონდეთ TOEFL-ზე ჯობია გააგზავნა. თუ ხო იმიტომ რომ ანუ ერთი არის რომ არ გაძალებენ დაუცილებელი არის, მაგრამ მეორე არის რომ ანუ რავი ჯობია გქონდეს რა, ანუ კარზე არ მეტყოლებს ანუ. ხო. და SAT-ის optional-ი არის და ბევრი გზავნის ძალიან SAT optional-ს. მაგრამ ხო და ვინც გზავნის მაგათში მგონი 1500 თუ რაღაცა იყოს საშუალო და 1500 და მეტი თუ გაქვთ, აუცილებლად უნდა გააგზავნოთ ძალიან კაი არის. და ვინც SAT optional, ანუ რეალობაში
ესეთი optional რო იყოს, ალბათ ეხლა ვინც არის სტუდენტები, ბევრად ნაკლები იქნებოდა რა. ქულა. ხო. და რა ვიცი 1500-იან რო აიღოთ, ან მეტი ძალიან კაი არის და უჭველი გაგზავნოთ. კი. კი, ან მოკლედ მე როგორც ნუ ვარდაშვილს ვარ ნიკას რაც ველაპარაკე და რაც დავარისერჩე მეც, ან ძალიან ზოგადად ვანდერბილტი ძალიან კაი არის ინჟინერიის განხრით რა. ინჟინერია ვისაც გინდათ, ძალიან ძლიერი სკოლა ინჟინერიით. მე სოფლიოში არის მე-14. ბიომედიკალ ინჟინერია არის ესეთი განხრა ინჟინერიის, მაგას ძალიან კარგად ასწავლიან და ნუ ვარდაშვილი სწავლობს ბიოქემიკალ ინჟინერიაზე, ანუ ბიოქიმიურ ინჟინერიას და ნიკამ რაც მითხრა, ძალიან კაი სკოლაო, ძალიან მომწონსო. და ან ზოგადად ინჟინერიის განხრით ძალიან ძლიერია რა, ამიტომ ვინც ფიქრობთ ინჟინერიაზე რომ ჩაავაროთ, ერთ-ერთი კარგი ვარიანტია ვანდერბილტში და მეც სხვადასხვა ვფიქრობ ეხა ვანდერბილტში გავაგზავნოთ თუ არა ერლიზე. ნუ ნახოთ რამე უკეთესი თუ ვიპოვე, მან გავაგზავნი, მაგრამ ეხაც ძალიან კარგი ვარიანტად ჩანს ვანდერბილტი. უკეთესი რა უნდა იყოს კაც. უკეთესი, რა ვიცი, ეხა იქნება. მიფასებ ხა თავს? მიფასებ ხა თავს? ფოტოში. არა, ხო, ძალიან კაი სკოლა ვანდერბილტი. მოკლედ გირჩევდით ინჟინერობა, ვისაც გინდათ, მან რო გააგზავნოთ რა. სხვა კიდე რამეზე ხوار გინდა ლაპარაკი? რავი, რა შეიძლება კიდევა? რა ვესეიტზე თუ მოგიდებათ ის tips-ის ნოუთბუქი, შეგიძლიათ. ხო, კი, ძალიან კაია, მეც გადავხედე. ხო, ნუ ცოტა ისე წერი არ ეულდარობად, მაგრამ კი, რაღაცები წერი. კაია, მაგას თუ იმეს მოუნდა შევაკოწიწებთ და გამოვაგზავნოთ. ხო, დავსვათ მაშინ, ხო? შეიძლება. მადლობა ყურებისთვის, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა ჩემი აზრით და გნახავთ შემდეგ ეპიზოდში. მადლობა მოწვევისთვის. არაფერს. ნახვამდის. ნახვამდის.